მოგესალმებით და გაბრაზებული ვარ ძალიან გაბრაზებული, რადგან დღევანდელი ამბები, მოკლედ ძალიან ცუდი ამბები დაწერიალდა საქართველოში უკვე ძალიან ცუდი ამბებით მოვედი, ყველამ გაიგეთ უკვე ალბათ რას უშვებიან დეგენერატი მაგარი სტენდი მაქვს დეგენერატი და ბანძი გორელები ვინც გორში ცხოვრობს მაგას არ ვამბობ, ზუსტად იმ ადამიანებზე ვამბობ, ვინც ეგ ყველაფერი ჩაიდინა. და საერთოდ რომ ეს ქართველი ხალხი კვაზე არ ვართ, ეგ კი გავიგე, მაგრამ ეს უკვე ძალიან ზედმეტებია, რომ უბრალოდ ასე ჩემ ძახას ვუშვებ ხოლმე გარეთ 1-2 საათი დადის ხოლმე სიამაყეში ვუშვებ, ხან ქუჩის გარეთ გადის, ხან ქუჩის გარეთ არ გადის. და რომ მომპარონი მერე სად წავიდე. მოდი ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს ძაღლებს რო ტენიან ერთ ადგილას, ერთ მარშრუტკაშია თუ რა იდიოტობაც არის, რო ჩატენი. სახეობა იქიდან მოსწყდეს ფეხი. კაი ბარე მოსაკლავად მიყავთ და ფეხი მოსწყდეს უკეთესია მათთვის გენაცვალე და ეგ არის ზედმეტად იდიოტობა. მე ძალიან მეწყინა ეს ვიტირებ და ამას წერილი არ უშველის ხალხო რა იდიოტური რაღაცები ხდება უკვე საქართველოში. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ მინდა საქართველოში ვცხოვრობდე. ესე სულად არ უნდა მოეპყარონ ძაღლებს და სადაც ცოცხალ არსებებს, თვითონ რომ არსებები არ არიან და მატლი და ღორი მადლობა მოიხადონ, რადგან უზობ დაიკვალებოდა და მათი ხორცი გემრიელად შეჭმეოდა, მაგრამ ძაღლი რო ყოფილიყვნენ მოყვებოდნენ ასეთ სიტუაციაში, მე მიხვდებოდნენ, მაგრამ ღმერთმა გადაატანინოს ზუსტად ისეთი ტკივილი, როგორც ძაღლებს ეტყინათ. და საერთოდ ყველა მასეთი ადამიანი ერთ დღეს საფლავში უნდა იწვეს და ეს დაწყევლა არ არის და არანაირი წყევლა. ეს არის ჩემი გაბრაზების გამოხატვა. იმიტომ რომ, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, უბრალოდ შეიძლება გონი გამოასწორდეს უკვე, მაგრამ მთლად მას არ გამოსწორდნენ ეგენი და კიდევ სადღაც ტყის იქით, სანამ გამოსწორდება და სანამ გაირკვევა ეს ყველაფერი, კიდევ მოხდება მსგავსი სიტუაციები და კიდევ უფრო უარესებით. შეიძლება ახლა უკვე ადამიანებზე გადავიდნენ. ჯერ იყო კაი, ჯერ იყო ქათმებიო, მერე იყო ღორიო, ეხლა არის ძაღლიო. მერე უკვე ადამიანებზეც გადავლენ ეს დამპლები და ჩლუნგები. და საერთოდ ეს საქართველო რა მოიგონე, საქართველო არ მოგონილიყო, შეიძლება ეს რაღაცები არ მომხდარიყო. რაც საქართველოში ამ ბოლო ამბები დატრიალდა, ისეთი ამბები მთელ საქართველოში მარტო რამდენიმეჯერ იყო, მაგრამ ეს ყველაზე უარესი ამბებია. იმიტომ რომ ხან ვინ ვის კლავს, ხან ვინ რას კლავს, ხან იქ ვინ ბომბს პოულობს. მოკლედ რა, საქართველო უბრალოდ ქართველი ხალხი უბრალოდ მანიაკები, ზომბები და დაზომბებულები არიან, განსაკუთრებით დიდები. არ ვამბობ ბავშვებზე, ეს ბავშვებს არ ეხება და სადაც არც მე უნდა მეხებოდეს, მაგრამ ვამბობ და ვლაპარაკობ, იმიტომ რომ საჭიროა. მოკლედ, ეს არ ეხება 28 წლისებს, ვინც იმ საქმეში მუშაობდა, მანიაკი და გადაზომბებული ადამიანია. ეს ადამიანი არის მოსაკლავი და ჩასაკლავი და როგორც ტკივილს იტანენ ძაღლები ვერ წარმომიდგენია და უბრალოდ ცოცხლად წვავენო. მე თუ მანდ უკვე ყველა ძაღლი იქნებოდა დაწვული, ბენზინს გადავასხავდი
და იქავე ჩავწევავდი. იმიტომ რომ ნახდად არ არის კაი საქციელი ეგ. და არ მაინტერესებს ხა ვინ რას დამიწერს კომენტარებში საერთოდ არ მადარდებს თქვენი კომენტარი რა. გაბრაზებულს просто მიხავდე გაბრაზებულს წავიდე მეზობელს ძნი ვაჭამო მაგრამ ანუ მასე ძალიან რაზე იყავით გაბრაზებული რომ ძაღლების დაწვაზე გადახვედით და საერთოდ ისეთი არ ადამიანები როგორ ხართ რომ გინდათ რომ მოინდომე და გადაწყვეტე მოდი დავწოვ ძაღლს ანუ ვაფშე გვინც მოიგონა ის უნდა იმაში უნდა ბოლოს სიტყვები ათქავე უნდა და მოკლა მინტი კი არაფერი მაგას არ უნდა ბოლოს სიტყვები ათქმევინე და მოკალი აი მაგაზე უკეთესი არაფერი იქნება მაგ ადამიანისთვის ასეთი ბროტისული ადამიანი არ უნდა იყო ხარ ქრისტიანი უნდა გწამდეს ღმერთის და უნდა გიყვარდეს ცოცხალი არსებები კაი ხა შეიძლება მის ძაღლი არ გიყვარს ნუ ჯერ მოდი იქნება ძაღლი როგორ უნდა გიყვარდეს მაგრამ ეხლა ვიცი რომ ზოგიერთ შეიძლება არ უყვარდეს ძაღლი ეგ კაი ძაღლი არ გიყვარს მაგრამ იმ დონემდე რომ მოსაკლავად გაიმეტო არა ნახდად არ მგონია ეგ მოკლედ არ ვიცი კომენტარს გააკეთებთ მაგრამ უეჭველი ვიცი როგორ ისიდან პლედს არის ძალიან წყლის ჯერის რომ საქართველოში და არა სხვა ქვეყანაში ჩვენი საქართველო გაგვიბანძდება და ამაზე ვარსების მოხდება ჯერ დაისთან 2027 წელი მოვიდეს და მალე გაიგებთ ყველაფერს მალე გაიგებთ თუ საქართველოს შეიძლება ცუდი ბედი რო ეწიოს და საერთოდ ახლავე და საერთოდ ეგ რა არის ანუ აი რა ანუ იქ რომ მით უმეტეს რას უნიდგებოდა ჯერ საწყალი ძაღლები და საწყალი კატები კარგი რა თაი მართლა კარგი რა და ტაში გაქვთ დასაკრავი თქვენ ხართ იდიოტები და ანუ ჯერ თუ მათ შვილი ყავდათ იმ კაცია თუ ქალს ვინც მან მუშაობდა მათი შვილი რა მაგალითს აიღებს ახლა ნახვამდის და ბაი